და აი უფალი დღესაც ივანეს სახარებაში ესე გვეუბნება, ხოლო თქვენ 10 ჭირი გაქვთ. ფაქტობრივად ეს სიტყვები ყველას ეკუთვნის. ეს არ არის ვინმესთვის ცალკე, მაგრამ ქრისტიანებს განსაკუთრებულად ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ უწინასწარმეტყველებს დევნულობას და რომ ვერ უგებს ქრისტიანს და რომ ქრისტიანის სამხედველობა ისეთია, რომ ამასოფლის სულს ეს არ უყვარს, არ სიამოვნებს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რატომ არის რომ ჩვენ მეტნაკლებად კარგად ვართ. იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ვართ. არ დაგვავიწყდეს ეს. ხშირად კითხვას ვამე, რატომ უნდა გიყვარდეს სამშობლო? აი სწორედ იმიტომ უნდა გიყვარდეს სამშობლო, რომ ქრისტიანი რო ხარ, არავინ არ გდევნის და როგორც აღმოსავლეთში დევნიან, ხოცავენ აფრიკის ქვეყნებში. დღესაც ამ წუთში ყოველ დღე ქრისტიანს კლავენ სამსამყაროში მისათვის რომ ქრისტიანია. კლავენ საშინელი სისასტიკით, სიძულვილით, თავებს ჭრიან. ჩვენ საქართველოში ვართ. მაგრამ საქართველოში დაახლოებით 100 წლის წინ იდევნებოდა საშინლად ქრისტიანობა და ქრისტიანობისათვის კვდებოდნენ საქართველოშიც. როდესაც აი ეს არაქართული სული, მაშინდელი ლიბერალური სული. ბოლშევიზმი ეს იყო ლიბერალიზმი. თუ ჩვენ არ გვდევნიან, მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენი წინაპრების ლოცვით, ჩვენი წინაპრების ღვაწლით. მაგრამ ზოგადად ამ სოფელში ქრისტიანს ჭირი აქვს. მაგრამ უფალი გვანუგეშებს იქვე მოწაფეებს ეუბნება და ჩვენს გვანუგეშებს. იმ სიტყვების, რომელსაც მოწაფეებს ეუბნება, იმის განვრცობა უნდა მოვახერხოთ ჩვენ, რომ ჩვენ განვიკუთვნოთ ყოველი სიტყვა სახარებისეული, რომ ეს არ დარჩეს ისტორიის კუთვნილებაში. და მე კვალად გიხილნე თქვენ და უხაროდის გულთა თქვენთან. ჭირი გვაქვს და ეს ჭირი მრავალნაირია და მათ შორის ჭირი არის ისიც, რომ განგვიცდია ღმერთი ჩვენს გულში, მაგრამ ეს განცდა მინავლებულია. იგი არ არის ხშირი, ან ერთხელ ყოფილა და მერე აღარ ყოფილა, ან ძალიან იშვიათად არის. ვეძებთ და ვერ უპოულობთ, მივისწრაფით და ვერ მივიახლებით. გვინდა შევიგზნოთ, მაგრამ არ გამოდის. და აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამ წუხარებას ბადებს და კვლავად გიხილნე თქვენ და უხაროდის გულთა თქვენთა და უფალი გვეუბნება, რომ თქვენ სიხარულის გარეშე არ დაგტოვებთ, იმიტომ რომ ვინც ეძებს, მას ხო პოულობს და პერიოდულად მე თქვენ გულს შევეხებით და თქვენი გული როცა მიიღებს ყარად გამოცდილებას, რომ მე თქვენთან ვარ, რომ ახსოვდება საიდუმლოება ქრისტე ჩვენში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქრისტე თქვენში, როგორც პავლე მოციქული ამბობს. აი მაშინ თქვენს ეკნება სიხარული, რომელს სიხარულსაც ვერავინ ვეღარასოდეს, ვეღარ წაგაცნოთ. ეს სიხარული იქნება სრული სიხარული, სიხარულის სავსებით, როგორც უფალი ითქვის. ეს სიხარული მაშინ ხდება უკვე დაუსრულებელი სიხარული ხდება. აღარ დამთავრდება ეს სიხარული, იმიტომ რომ ეს სიხარული სასუფევლის სიხარულია, ღმერთთან ყოფობის სიხარული. და აი ამ სიხარულს აგზელებს უფალი, ვერავინ მიგიღოს თქვენგან. მისი წართმევა არის შეუძლებელი.